მოგესალმებით. დღევანდელი რეპორტაჟი გიორგი მგელაძემ და ცქრიალა შერმადინმა მოამზადეს. მძიმე შრომის დროს მომხდარი ტრაგედიების შედეგად ბოლო 6 წლის განმავლობაში 250 ადამიანი გარდაიცვალა და 700-მდე დაშავდა. ისინი და მათი ოჯახები, როგორც წესი, სათანადო კომპენსაციას ვერასოდეს იღებენ. კომპანიები თანამშრომლებს უსაფრთხო შრომის პირობებს არ უქმნიან. ხელისუფლება კი ფაქტობრივად ვერ აკონტროლებს მათ. ტყიბულში 15 თებერვალს მეშახტეები გაიფიცნენ. მოთხოვნა ხელფასების 40%-ით მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო. აქციაზე შეკრებილი მეშახტეები მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობდნენ. ეს არის როგორი რთული, იცით? აი, კაცი ომში რომ მიდის რა, გამოვათვალ ცოცხალი, აი დაახლოებით იგივე სიტუაცია, შახტეები როცა ჩადის შახტაში და შედის უბანში და ანგრევს და აფეთქებს და იმაში. როგორია სანგრევს, სადაც უშუალოდ ნახშირი ინგრევა. 45 გრადუსი აქვს დახრა. სიგრძე არის დაახლოებით 40 მეტრი. და წარმოიდგინე კამერა რაღაც ვებერთელა მთა, რომელშიც აი ეს ხასაკუნე შეიძლება შედის. ამაში შედის მგრეველი, უსაფრთხო ადგილიდან მგრეველი გადადის დაახლოებით 20-25 მეტრით, რომელიც ბაწარზეა გაკონცენტრირებული და ახდენს მის დაბურბას და აფეთქებას. აი წარმოიდგინეთ. სამთო-მაშველები, ახლა მაშალა უნდა. ხო, სამთო აპარატები, მაშველები, ანუ ჩამოტანილია. მე გავხსენი მაგალითად და ყარს. 90% რა. ეს არის ჟანგბადი რა, ანუ გაზის შემთხვევაში, ან ტოერის შემთხვევაში რო ისუნთქო რა, აპარატებია ჟანგბადის რა. ამის 90% არის საერთოდ უვარგისი რა. და ვალდებულს ხდიან კიდე რომ წაიღო აუცილებლად ატარო. ის არაფერში არ გამოგადგება რომ რაღაც მოხდეს იქ რა. განიება არ არის ნორმალურად მომარაგება რომ გავაკეთოთ. ჩვენ თვითონ ვაკეთებთ განიებას, მაგრამ თუ არ შეგიცხო მასალა მხელი ვერ ვაკეთებ. გაფიცულ მეშახტეებს შორის ბევრია, ვინც შახტაში მუშაობისას დაშავდა. ჯანმრთელობა დაუზიანდა, მაგრამ ისევ შახტაში მუშაობს. ფეხი დამისცა და გადმოვალდი. ხოდა მივიღე დაჟეჟილობა, მუხლის დაჟეჟილობა, 3 ნეკრი მქონდა კატეხილი. იძულებული ვართ ასეთ პირობებში მუშაობთ, რომ გვიჭირს, რომ სხვაგან წასვლის საშუალება არ აქვს. აი რო დამარცხ. აი რა. პლასმას. ხედავ. დამარცხდით აქ? აი შეხედეთ, მოდი. აი ნახშირის ნახშირი. ოქტომბერ 14-ზე. ნახშირის ნახშირი. 2014 წელს. ვიცით რასთან დაკავშირებით. თავი რო დაუზიანდება და ტვინზე შერყევას მიიღებს, ტვინის შერყევას. ჯანმრთელობის ნომა მომცა ექიმმა. რო? გადახედა ჩემ ავადმყოფობის ფურცელს და მომცა ჯანმრთელობის ნომა იმასთან დაკავშირებით, რომ სამაშვიდი ბრძანებით და მინისტრის და არ ექვემდებარები არც ერთად შეზღუდვასო. და მე რატო გააგრძელეთ ისევ აქ მუშაობა? შვილები მყავს, დიდი შვილები მყავს, 33 წლის, 28-ში, 30-ში და არც ერთი მუშავარი, ყველა უმუშავარი შვილები მყავს. ჩვენ სხვა რა ვართ, ეს ხარე და ეს ხარე, ერთი კოლექტივი ვართ. სამუშაო პირობებზე პრეტენზიები აქციის მონაწილეებმა საწარმოს წარმომადგენელსაც გააცნეს. კასკიდან, ვალიკიდან აღარ ვიზახი, რაც შემოდის. რა ვალიკიდან რა. კასკა არის და ვალიკი ბოლოს ოდი დაარიგე თუ გახსოვთ ერთი რა. მე ძალიან კარგად ვახსოვ, შენ შემოგელა დაახლოებით 4 თვის უკანა. თქვენ თუ გახსოვთ ეგ მეთქვა. დიახ. და რამდენ ხანში ერთად იგება? ეხლა საი ნახე რომ ეჭვში გადაიტანე ლაპარაკი, ნახე ეზოში ლაპარაკი, სად მივყავარ ჩვენ? ყოფნის წელიწადში შეგეთ სად მივყავართ ეზოში ლაპარაკს, მე უკვე ვალინზე გადავიტანეთ. არა, თუ ყოფნის და მაინტერესებს. ძალიან მაღალი დონეზე კონტროლდებენ სუღელები და შედარება არ არის, ეს ხელის დაგაკუნება ვიცით ხოლმე თუ იეშფაქს ამხრივ მეთქვა დაგვიფაროს უკეთესობადაც წინსვლა არის და ამაში ჩვენი მეგობრებიც დავგეთახმებიან. აქციის დაწყებიდან მეორე დღეს 16 თებერვალს მეშახტეების ნაწილი დილის ჯგუფი სამუშაოდ შევიდა. რამდენიმე საათში საწარმოში სასწრაფო მივიდა. გაირკვა რომ მეშახტეს ვაგონებს შორის ფეხი მოყვა. ვაგონებს შორის ჩაეტნა ფეხი, არის ჩვეულებრივი საწარმოო ტრამვა, მძიმე დაზიანებას კატეგორიაში ეს არ შედის. ტყიბულში საპროტესტო აქცია 16 დღე გაგრძელდა, იყო ხმაური დაპირისპირება. თუმცა ვიდრე აქციების საბოლოო შედეგს ვიტყვით, მეშახტეების და მაღაროელების მძიმე შრომის მძიმე შედეგებზე მოგითხრობთ. თენგიზ ჩაფიძე დღეს 62 წლისაა. ის 37 წელი ჭიათურაში რგანის მაღაროზე გვირაბ გამყვანად მუშაობდა. ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს ის მაღაროში ცუდად გახდა. თუნდაც შემეგრა. რაღაც სიმაუფმა დამასხა და გული ამიჩქარდა. და ბიჭებო, გვდებით ეს მოვასწარი და გამამიყვანეს. წევედი სამავტობოში და აქ რომ მიგურნალი ერთი თვე და დამთავრდა უმითხრეს შენი მკურნალობაო და გამამიშვეს სამუშაოზე.
შევედი შიდა და ელმავლით გამომიდან ეს მკვდარი. ვერ ვქი. აღარ მიმუშავნი. 2011 წლის 10 მაისიდან. ჩაფიძე მაღაროში მუშაობის მძიმე პირობებზე საუბრობს. ჩაკუჩი დოდავადგებოდი. მეორე ამხანակ საგებზე ვერ ხედავდი, იმხელა პერი და იმხელა ის ითქვა. მოდიში და რო გამევიდოდი აბანოში და გარეთ ნახულს ამივიღებდი. როგორც ისი შარიგების ეგ ამოდიოდა მარგანეცი ფილტვებიდან. ცხრე იყო თავი ისე გამოდიოდა. 2015 წლამდე რგანის მაღაროზე ჯალამბრის მემანქანედ მუშაობდა დავით სამხარაძე. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მის შესახებ მეუღლე გვიყვება. მუშაობის პერიოდი წავიდა გაგვიჭირდა და 2008 წლიდან მუშაობდა. სულ 4 თვეა რაც დაანება თავი ამ დაავადების გამო. მეტყველების ისიც აღარ აქვს ძალა და სულ ახველებდა უეცარი ხველება ხონა რო წავიყვანე ექიმთან მითხრეს რომ მარგანეცის ინტოქსიკაცია აქვს. დღეს არც თენგის ჩაფიძეს, რომელსაც ქრონიკული ბრონქიტი აქვს და არც დავით სამხარაძეს, რომელსაც მანგანუმით ინტოქსიკაციის გამო პარკინსონი დაემართა, მუშაობა აღარ შეუძლიათ. შრომის მედიცინის ინსტიტუტის სპეციალურმა კომისიამ დაადგინა, რომ მძიმე სამუშაოს შესრულების შედეგად მათ პროფესიული დაავადებები ჩამოუყალიბდათ. გამოკვლევის გარეშეც არა ექიმიც კი ნახავს რა მძიმე მდგომარეობაში არის ეს ავადმყოფი, რომელსაც მანგანუმით ინტოქსიკაციის პროფესიული დაავადება დაუდგინდა მესამე სტადია და პარკინსონული სინდრომი. 2007 წლამდე პროფესიული დაავადების მქონე ადამიანები კანონით ეგრეთ წოდებულ რეგრესულ პენსიას იღებდნენ. პენსია სოლიდური იყო და დასაქმებულის ხელფასის გარკვეულ პროცენტს, ხშირ შემთხვევაში ხელფასის 70-80% შეადგენდა. რეგრესულ პენსიას კანონით ასეთი ადამიანები სიცოცხლის ბოლომდე იღებდნენ. 2007 წელს რეგრესული პენსია გაუქმდა. რაც გაუქმდა პროფესიული დაავადებების დადგენის კანონი, მას შემდეგ რა თქმა უნდა ეს თანდათანობით, სწორედ იმიტომ არის რომ გამოვლენაც ძალიან შემცირდა. და ეხლა მით უმეტეს, როდესაც კერძო საკუთრებაში გადავიდა ეს დიდი წარმოებები, სადაც საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით პროფესიული დაავადებები იყო, რა თქმა უნდა მე პატრონის ინტერესებში ალბათ აღარ შედის დაავადებული ადამიანების გამოგზავნა და პროფესიული დიაგნოზის დადგენა. ინსტიტუტის მონაცემებით 2006 წლამდე პროფესიული დაავადების მატარებლის სტატუსი ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ ადამიანს ენიჭებოდა. 2006 წლიდან ციფრები შემცირდა და წელიწადში 1 ან 2 შემთხვევა დგინდებოდა. ზოგიერთ წელს არც ერთი შემთხვევა არ დადგენილა. პროფესიული დაავადების სტატუსის მინიჭების შემდეგ ამ ადამიანებმა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. ორივე ოჯახის მთავარი მარჩენალი იყო და იმ კომპანიას მიაკითხეს, სადაც ჯანმრთელობა შეერყათ და დახმარება ითხოვეს. კომპანიას რა კომპენსაცია არაფერი არ გადაუხდა. არაფერი. აქვეითებული ვარ 70%-ით. რადგან სახელმწიფოს გაუქმებული აქ ეს ისა? ხო და არ მადლობს. ეს ჯორჯიან მანგანეზი არ ეკუთვნის სახელმწიფოს. დამალი რო არ ვიხმარო დილას საღამოს მაინც. აგერ მიდევს ეს დამალით. რო არ ვიხმარო, მე ალბათ მოგდები. მაგჭობს გელში მაგჭობს და მოდიში არ ნახველს ვიხებ. შეგაბათი მაინც მომბეჭით მოვდვარი დამაბინასეთ წამალზე თქო. თვეში ეს მინდა ვიდეო 2 წალინე. და რა ღირს? 23 და 50 ღირს, მაგრამ ვერ ვყიდულობ. 1 ღირს 33? 23 და 50. ხო და 2 ვერ ვყიდულობ. ამას ყოველდღე ხოხმარ. მე Haydi başıyla bir diğer arapayla uğraş bu yani eşovigido etmesek bile gabigido ზარები გაუჩნდა. დავით სამხარაძის ოჯახმა კომპენსაციის მოთხოვნით ჯორჯიან მანგანეს წერილობითაც მიმართა. პასუხს რამდენიმე თვე უშედეგოდ ელოდა. შემდეგ კი სასამართლოში წასვლა გადაწყვეტა. დაწერება ცხადებაიო და ნახოთ. ამ ნახვაში მაიმედებდნენ. გავიდა 4 თვე არაფერი. მერე იძულებული გავხდი მიმართა ადვოკატისთვის. ერთ-ერთი მსხვილი კომპანია არის
ჯორჯიან მანგანესში ამბობენ, რომ თენგიზ ჩაფიძეს მათთვის წერილობით არ მიუმართავს. დავით სამხარაძის შემთხვევაში კი ეჭვობენ, ეს ადამიანი მართლაც მათთან მუშაობის შედეგად დაავადდა თუ არა. ის რა დაავადებაზეც ახლა არის საუბარი, ჩვენგან იწვევს კითხვის ნიშანს, როგორ იყო განმეორებით ექსპერტიზაზე არის და შემოწმებაზე არის ეს ჩვენი მხრიდან და შესაბამისად ვიძახი, თუ ეს დადგინდა ორივე მხრივ, კომპანია გადაიხდის, მესამედ მიწევს გამეორება, გადაიხდის მოთხოვნილ კომპენსაციას გონიერების ფარგლებში. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი ამბობს, რომ ამ ადამიანებს კომპენსაციის მიღების ერთადერთ გზად ხშირად მხოლოდ სასამართლო რჩებათ. დასაქმებულებს როგორც წესი არ აქვთ არანაირი წვდომა სასამართლო სისტემაზე. მათ ძალიან უჭირთ პრინციპში დაიქირავონ ადვოკატი და ბუნებრივია იმ პირობებში, როცა სასამართლოს გზა არის ძალიან რთულად მისაწვდომი დასაქმებულისთვის და ეს იცის კომპანიამ, ის როგორც წესი ან ძალიან აჭიანურებს ოჯახთან მოლაპარაკების პროცესს, ან სთავაზობს იმდენად დაბალ კომპენსაციას, რომ ის არ არის ადეკვატური და არ ფარავს ოჯახის ნამდვილ საჭიროებებს. შრომის მედიცინის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გვიყვება, როგორია პროფესიული დაავადებების მატარებელი ადამიანების ბედი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში. იმათ ჩვენ წაგვიყვანეს სარეაბილიტაციო ცენტრში. ეს არის ვენის პარკში, ну წარმოიდგინეთ ულამაზეს ადგილას გაშენებული იყო სამსართულიანი რაღაც ესეთი ოთხკუთხედი შენობა, რომელსაც შუაში ბაღი აქვს და იქ იყვნენ წარმოებაში უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებებით დაავადმყოფებული ადამიანები. ჩვენ რომ ვიკითხეთ რა ჯდებოდა თითეული მუშის ამ დაწესებულებაში მკურნალობა. გვიტყრეს, რომ 500 евро ჯდება ერთი დღე. ну რა თქმა უნდა კითხვაც გაგვიჩნდა, ვინ აფინანსებს ამას ყველაფერს. მათ გვიტყრეს, რომ ზოგიერთი წარმოება, რომელშიც თვითონ მუშაობდნენ ეს მუშები და სახელმწიფო. ზემოთ ნაჩვენების სტატისტიკა, რაც პროფესიული დაავადებების მატარებელთა შემცირებას აჩვენებს, არ ნიშნავს იმას, რომ ჯანმრთელობა სამუშაო ადგილებზე ადამიანებს აღარ უზიანდებათ. უბრალოდ აღარ ხორციელდება სავალდებულო სახელმწიფო კონტროლი, რადგან 2006 წელს შრომის ინსპექცია და საინტარული სამსახურიც გაუქმდა. 2007 წლიდან საწარმოებში შრომის პირობებს მხოლოდ შრომის მედიცინის ინსტიტუტი სწავლობს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ისინი სხვადასხვა ობიექტებს და იქ დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას იკვლევენ. მათი საწარმოში შესვლა კომპანიის კეთილნებაზეა დამოკიდებული. მეტი ნაწარაკი ვრეკავს ზესტაფონში. მეუბნები, რომ ჩვენ ვგეგმავთ მივლინებას თქვენთან, ამიტომ ვაგზავნით წერილს სპეციალურს, რომ ესე ვაპირებთ შემოსვლას და უნდა ჩამოვიდეთ მივლინებაში, თქვა 5 კაცი. საწარმოების კვლევისას ინსტიტუტის ექსპერტები ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით ხელმძღვანელობენ, სადაც სამუშაოების მავნეობის ჯგუფებია განსაზღვრული. მავნეობის კლასები ახლა როგორია? მაგალითად, 2 კლასი არის ეს დასაშვები კლასი. 3 კლასი არის მავნე კლასი, რომელიც თავისთავად კიდე იყოფა 4 ქვეჯგუფად. ანუ არის მავნეობის 3 ერთი ხარისხით, 3 მეორე ხარისხით, მესამე ხარისხი და 4 მეოთხე ხარისხი და შემდეგ მოდის უკვე საშიში 4 კლასი. ინსტიტუტის მიერ შემოწმებულ თითქმის ყველა ობიექტზე მესამე საშიში ჯგუფი ფიქსირდება. მეოთხე საშიში ჯგუფი დაფიქსირდა ზესტაფონის ფეროში და რუსთავის აზოტის ქარხანაში. მესამე კლასი ნიშნავს, რომ იმ ადგილას მუშაობა ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. მეოთხე კლასის შემთხვევაში კი მუშაობა საერთოდ არ შეიძლება. საწარმოები არის სხვადასხვა ხარისხის. ნუ არის სადაც არის დარღვეული მტვერი, არის მაღალი ხმაური, შეიძლება იყოს ვიბრაცია და სხვადასხვა მიკროკლიმატი და დარღვეული ყველაფერი არის ბევრი, სადაც ერთდროულად რამდენიმე ფაქტორია დარღვეული. ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას და მე ეს უკვე ჩვენს კომპეტენციაში შეწყდა არ შეწყდა არ არის. ინსტიტუტის მიერ მომზადებული ანგარიშები ყოველწლიურად ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იგზავნება. ცენტრში ამბობენ, რომ საწარმოსთვის მხოლოდ რეკომენდაციის გაცემით შემოიფარგლებიან. მიცემული რეკომენდაციების ნაწილი გათვალისწინებული იქნა მეწარმეების მხრიდან, მაგრამ ეს ხდება ხოლმე მხოლოდ და მხოლოდ განათლების
და მტკიცებულებების წარდგენის საფუძველზე. არამც და არამც ჩვენს ინსტიტუციას ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გააჩნია რაიმე ბერკეტი, სამართლებრივი ბერკეტი, რომ დაავალდებულოს, ან დაასაჯოს, ან დააჯარიმოს კონკრეტული საწარმო. არის თუ არა საკმარისი რეკომენდაციები, როცა შრომის დროს დაშავებულთა და გარდაცვლილთა მძიმე სტატისტიკა გვაქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ბოლო 5 წელიწადში სამუშაო ადგილას 693 ადამიანი დაშავდა და 254 გარდაიცვალა. შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო ყველაზე მეტი ადამიანი მშენებლობებზე დაშავდა. 4-მდე გაიზარდა დაყუპულთა რაოდენობა აფაქიძის ქუჩაზე. ამ კადრებში თბილისში აფაქიძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევის ადგილია ასახული. ივლისში ამ შენობის დემონტაჟს 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. უბედური შემთხვევა სავარაუდოდ შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობას მოყვა. მაშინ შემთხვევის ადგილზე თბილისის ვიცე-მერი მივიდა და შემთხვევის უსწრაფეს გამოძიებაზე ისაუბრა. სწრაფად იქნება გამოძიებული აღნიშნული საქმე და ყველა, ვინც არის დანაშაული აღნიშნულში, დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. ამ ფაქტიდან 8 თვე გავიდა, თუმცა გამოძიება დღემდე არ დასრულებულა. მსგავსი ფაქტების პრევენცია მშენებლობების კონტროლით უნდა ხდებოდეს. არსებობს სამშენებლო რეგულაციებიც, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ მისი შესრულება სავალდებულო არ არის. ერთადერთი არის მშენებლობა საცხოვრებელი და საზოგადოებრივი სახლების, რომელზეც ზედამხედველობას ახორციელებს მერიის საქალაქო ზედამხედველობის სამსახურები. უფლებებში უწერიათ მათ, რომ მათ აქვთ უფლება ტექნიკურ უსაფრთხოებაზე განახორციელონ კონტროლი, თუმცა მოვალეობებში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს. ამას ძალიან კარგად იყენებენ, ფაქტიურად არ ინტერესდებიან. ჩვენ ინფორმაცია თბილისის მერიაში გადავამოწმეთ. უთხრეს, რომ ზედამხედველობის სამსახური მშენებლობებზე შრომის პირობების დაცვას არ ამოწმებს. ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდის მიხედვით ყველაზე მეტი ადამიანი სამშენებლო სექტორშია დასაქმებული. ბაგურებზე გამოსულია ეგრეთ წოდებული ულვაშები. ჩვენ თბილისში მიმდინარე რამდენიმე მშენებარე ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ექსპერტთან ვიქტორ დოლიძესთან ერთად მივედით. ფაქტობრივად თვითმაკეთი ხარაჩოებისგანაა ეს აგებული და ხარაჩოები არასაიმედოთაა, მაგალითად იგივე ის გორგოლაჭი, რომელიც ჩამოკიდებულია კაუჩზე, თვითონ საყრდენი ლურსნებით მიწედებული ფიცრისგანაა გაკეთებული და თუ იმას დიდი სიმძიმე იქნება ჩამოგიდილი, შეიძლება ჩამოვარდეს პიცაღი და დაეცეს ამ ვინც ეწევა ან ვინც ქვეშ დგას. აი იმას უნდა ქონდეს მილი. ეს უნდა იყრებოდეს სპეციალურ მილში. და ბუნკერში უნდა იყრებოდეს წყლის პირდაპირ იქედან. ეს არ შეიძლება, ეს არის დარღვევა. ეს კაცი ამას სუნთქავს მერე და ჯამთელად მიდის სახლში. გასიზამ. აი ეხლა დააკვირდით იქ, როდესაც ისინი ზომავენ, ბარიერი არ არის, დამცავი ბარიერი, საიდანაც რაც გამორიცხავს გადმოვარდნას მუშაკის. ეს სპენსასაცველი არაცვიათ მუშებს. არ არის არავითარი სასიგნალო გამაფრთხილებელი წარწერა, რომით მიახლოება შეიძლება. აი იმ დარღვევებისათვის, რაც ჩვენ შევამჩნიეთ, სანქცია არ არსებობს. შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მხრივ მთელ საქართველოში მძიმე მდგომარეობაა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად კანონმდებლობის ამ კუთხით მოწესრიგების ვალდებულებაც გვაქვს. სარი კოლევა ებერტის როგორც პროფკავშირების წარმომადგენელი ამბობს, ისინი წლებია შრომის უსაფრთხოების შესახებ 4 კონვენციის რატიფიცირებას უშედეგოდ ითხოვენ. თვლით, რომ ეროვნული კანონმდებლობა თუ იქნება შესაბამისი აი ამ კონვენციების ძირითადი პრინციპებთან, მაშინ ის მდგომარეობა და ის სტატისტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს, შეიძლება უკეთესობისკენ. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ILO-ს ფინანსური მხარდაჭერით 2015 წლიდან შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნა შრომის მონიტორინგის სამსახური. პარალელურად დაიწყო ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ახალი პროექტით 25 შრომითი მონიტორი სხვადასხვა დაწესებულებებში არსებულ შრომით პირობებს ამოწმებს და დარღვევის არსებობის შემთხვევაში რეკომენდაციებს გასცემს. თუმცა ექსპერტები ამ სამსახურის ნაკლოვანებებზე საუბრობენ.
პირველი მთავარი ხარვეზი, რაც ახასიათებს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს, ეს არის ის, რომ მას არ აქვს უპირობო დაშვება სამუშაო ადგილებზე. ის არის ყველა შემთხვევაში დამოკიდებული დამსაქმებელზე, რომ მან გაახოს საწარმოს კარი და შეუშვას შრომის ინსპექტირება. მეორე პრობლემური საკითხი ეს არის ის, რომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს არ აქვს არანაირი ეფექტური ბერკეტი იმოქმედოს დამსაქმებლის წინააღმდეგ, თუ ის არ ხვევს შრომის კანონმდებლობას. შრომის ინსპექცია როგორც იცით, შექმნილია ესეთნაირი, რომელიც ინსპექცია არ არის. ეს არ არის ინსპექცია. 125 ქვეყანაში არსებობს შრომის ინსპექცია. მას შორის აფრიკის ყველაზე ჩამორჩენილი ეკონომიკურ ქვეყნებში და ასე დებულება არ არსებობს, რომ რეკომენდაცია მისცეს. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ შრომის მონიტორინგმა 120-მდე საწარმო შეისწავლა და რეკომენდაციები გასცა. სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, როდიდან აღიჭურვება ინსპექცია ფართო უფლებებით და როდიდან შეძლებს მოულოდნელ შემოწმებას და სანქციის დაკისრებას. მე ვერ დაგისახელებთ ამ თარიღს, როდის დაიწყება სანქციები, ვინაიდან მას სჭირდება საკანონმდებლო ბაზა. პირველ რიგში ქვეყანაში არ არსებობს დღემდე არ არსებობს ის შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი, რომელიც უკვე მომზადებულია პროექტის სახით. მოგეხსენებათ არის არჩევნების წელი, ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს მოესწრება, მისი განხილვა და უფრო სრულყოფილ სახეს მიიღებს საბოლოო რედაქციით, გაიგზავნება მთავრობაში და რომელიც იქნება ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საკანონმდებლო სივრცეში, შეიქმნას ბერკეტი შრომის ინსპექტირების სრულყოფილად ამოქმედების შესახებ. ტყიბულში გაფიცული მეშახტეების აქცია მე-16 დღეს შეწყდა. ხელფასების 40%-იანი გაზრდის მოთხოვნის სანაცვლოდ კომპანიამ მხოლოდ 7%-იან ზრდაზე დათანხმდა. საინტერესოა, რა კონკრეტული ცვლილებები გატარდება საწარმოში შრომის უსაფრთხოების კუთხით. შრომის მედიცინის ინსტიტუტის ბოლო მონაცემებით ტყიბულში საქნახშირში მათ მიერ შესწავლილი 60 სამუშაო ადგილიდან 57 სამუშაო ადგილი ჯანმრთელობისთვის მავნე მე-3 კლასს მიეკუთვნება. ექსპერტები ხელისუფლებას ქმედით ნაბიჯებს თხოვენ. ხელისუფლება დროს ითხოვს. ამასობაში კი ყოველწლიურად ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შრომას ეწირება.